აი რისი იმედი გვაქვს? ევროპის იმედი გაქვთ? გეკითხებით. და მართლა გონიათ, რომ ის არ აქვია, ევროპა უსასყიდლოდ რამეს გვიკეთებს, მაგას ფიქრობთ? თავის შულს და მშობელს არ უკეთებს ევროპაში, აგერ ევროპელი უსასყიდლოდ არაფერს. შენ რას გაგიკეთებს? ვინ ხარ მაგისთვის? ყველას მისი ინტერესები აქვს ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერ დიდ ძალოვან ქვეყანას აქვს ყველას მისი ინტერესები. ვინ რას გაგიკეთებს ახლა თქვენი ლამაზი თვალების გარეშე გამოაკეთებ ზუსტად ევროპა რამეს? წავედი ხალხო და ღმერთმა გონიერება მოგმატოს, მეტი არაფერი. ერთი ომი თუ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, მე ვერასოდეს ვერ დაულაგდებით. რო იცოდეთ, იმიტომ რომ ის თუნდაც 2008 წლის ომი დღემდე მოგდევს ადამიანებს. მარტო ვერ იქნები შვეიცარი არ ხარო. კაი ერთი. და რა ვინ იძახის რომ მარტო, ვინმე გეძახის სადმე? მაშინ იქორწინე გენაცვალე ბიჭზე. მე არ მინდა ხა ჩემმა შულმა ბიჭზე რო იქორწინოს და შენ თუ გინდა იქორწინე და მიიღე ის რასაც დაგიდებენ. ის სალაფავი ჭამე რასაც აიღებენ. როგორც სახელმწიფო ხო უნდა ვიყოთ. ყველაფერზე თავს რო აქნევ. გინდა არ გინდა ორი ქვეყნის მონახარ. ანუ რაც არ უნდა თქვა, მაინც ეგრეა. შენ ეხა ისა რა ქვია, დემოკრატია რა არის შენთვის? აი რა არის დემოკრატია თქვენთვის? სიტყვის თავისუფლება, ხო? საკუთარი თავის ფლობა. და სად არის აქ საკუთარი თავის ფლობა? პაპუასები ვით რო იქცევით, ეს არის დემოკრატია? ეგ არის დემოკრატია თქვენთვის. მოკლედ ზოგიერთისთვის ვიცი რა არის დემოკრატია? თავისი უფლებების დაცვა, სხვისი უფლებების აი ისა რა ქვია, შეზღუდვის ხარჯზე. ეს მიგაშნია თქვენ დემოკრატია და არა, მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია. ჩემი უფლებებიც უნდა იყოს დაცული და შენი უფლებებიც. აბა ევროპა მას თავაზობს. დაგიდუიგე და მოგეწერა ხელი. მე არ მინდა რომ ჩემი ისა რა ქვია, შვილი ეგრე იყოს. არავინ არაფერს არ გაძალებს, ამას რო ვიძახით. ძალიან კარგადაც გაძალებენ ყველაფერს რა, ძალიან გთხოვ. არავინ არაფერს არ აძალებს ახლა. ესე ხდება ნელ-ნელა ყველაფერი ადამიანი შეეჩვევა რაღაცას, მე უკვე აი კიდე მეტი და მეტი გინდა. მე რაღაცას შეზღუდვები უნდა, კანონი უნდა კანონობდეს. ჩვენ ქართველებს აი მართლა დედას ფიცა ვარ, თუ კანონი ცოტა არ მოგვიჭირა, კანონმა ესე ხელგასაშვება და ანუ ხელგაშვებული, ხო? ესე არ შეიძლება ჩვენ რო ვიყოთ. აი მართლა ვიძახი. აი ზოგიერთს აი ცოტა შეზღუდვები თუ არ დაუწესე, ნადირდებიან და ცხოველდებიან. აი ეგ არის. მე რა ვარ? მე ქართველი ვარ. პირველ რიგში ქართველი და მე სვანი ვარ. თქვენ გიდათ ესე მიშვებული ყველაფერი, რაცაც გინდათ, პირზე რაღაც რაც მოგადგებათ, ყველაფერი რო ილაპარაკოთ. ეგ არ არის დემოკრატია. ეგ არის სიტყვის თავისუფლება. ზოგს ეგ გონია სიტყვის თავისუფლება, ვიღაცას რო ლანძღავს და აგინებს და თავზე აფარებს ყველაფერს. ეგ არ არის დემოკრატია, არაფერ შუაში არ არის საერთოდ. წავედი. სკორპიონ არ ცხოვრობ სვანეთში. არ ვარ საქართველოში. ხო და გავუფრთხილდით ადამიანებო ერთმანეთს. რა გურამ რა კაი ერთ გამოცანას კიდე გეტყვით და გავალ. გურამის უნდა ვაჭანჭყარებინო თავი.
მოკლედ ანუ ჩემი შეხედულება და მე როგორც ვფიქრობ, ეგ არის ესე და თქვენი აზრი გაქვთ, ჩემო ძვირფასებო. თქვენი შეხედულებები გაქვთ ყველაფერზე, მაგრამ ყველაფრის მიმღებლობა მაქვს. თუ შეურაცხყოფილად, თუ შეურაცხყოფას არ გამოავლენთ თქვენს დაუშვათ აზრში, რასაც გამოთქვამთ, მე ნებისმიერს მივიღებდი და რა თქმა უნდა მოვისმენდი. გარდა ისეთისა, თუ ადამიანს არ აკნინებს დაუშვათ და არ ამცირებს და მათ რეპუტაციას არ ულახავს. ანუ ეს ძალადობით და რაღაცებით, ანუ კი იძახით კაცო, ევროპა გვინდა, ევროპას თუ უნდი ხართ ეგ თქვით თქვენ. ამდენი წელია ევროპას ვიძახით და აგერ 39 წლის გავხდები მალე. რატო არ მიგიღოთ? რატო არ დაგვეხმარა რამეში? ანუ რაში დაგვეხმარნენ? აბა, იმას იძახით, რომ რაღაცები ფინანსდებაო. გერმანიაში ვარ 24 წელია და გერმანელი მის მშობელს არ ეხმარება უსასყიდლოდ, ისა რა ქვია, და მის შვილს და თქვენ რას დაგეხმარებათ? ამის ევროპა. ყველას მისი ინტერესები აქვს, ყველგან აბსოლუტურად, ყველა სფეროში. სამამულთა შვილო ვალები გვაქვს, ჩემი შვილთა შვილებმა უნდა იხადონ ის ვალები, იმდენი ვალი გვაქვს. რას გაძლევენ, აბა? გაჩუქეს ვინმეს რამე. წყალი კი გამოგვიგზავნეს, მე მგონი აგვისტოს ომის დროს. ესენი დაეხმარნენ უკრაინას. აი აქ შემოვიდნენ. ყველა მაღაზიაში უკრაინის დასახმარებელი ფონდები იყო. ხო და ისე დაეხმარეთ დედასპიცა, რომ მაღაზიაში რო შევდიოდით, ანსაცმელს ვეღარ ვყიდულობდი, გააზიდეს უკრაინელებმა ყველაფერი. მაგათ კი მართლა დაეხმარნენ. ანუ ოღონდ რის ფასად, ამოწყვეტის ფასად. ამოწყვეტის ფასად კი დაეხმარნენ. ეს მოდებულები არიან ახლა ყველგან. გინდათ თქვენც ესე? და უკრაინის ერთი ქალაქის ხელა სულ ვერა ვართ. წადით მაშინ ომში და იომეთ. მიდით აბა, რომელი ხართ მაგარი, რომელი დადგებით წინა ხაზზე. ჩემი ბიძები კი იბრძოდნენ იგერ სოხუმში. და ორივე ცუდად არის დღეს ფსიქიურად. თორე ესეთი რაღაცები ნახეს იქ ბიჭებმა. ხო და რომელი ხართ აგედან ნამყოფი ომში? არ გვეყვა ამდენი სისხლის ვრა. ვინ გაუძლებთ მერე? ესენი ახლა ყოველთვის იქნებიან ისა რა ქვია. სადაც უნდათ იქწავლენ, იმდენი ფული აქვს და შევეწირებით კი ისევ და ისევ ჩვენ. სულს მასე გული მიმდისო. ხო და ეს სად უნდა გავუშვა ახლა? ომში კი არა და ბოსტანში